ჩვენ ვიცით როგორ ჩატარდა ეს არჩევნები და სად როგორ და რანაირად მოიტაცეს და მოიპარეს არჩევნები ქართული ოცნების რეჟიმმა. ანუ ჩვენ ვიცით ის რასაც ქვია ხარვეზები, რაც შეუძლია მათ გამოიყენონ და ის ბერკეტები, რომლითაც ისინი ზემოქმედებას იქონიებენ ამ მრჩეველზე. თუ ეს საკითხები არ აღმოიფხვრა, პრაქტიკულად არჩევნები არის ყველა ვარიანტში წაგებული. უდიდესი არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ქართული ოცნების რეჟიმის მიერ, პირდაპირ ჩართულობა სპეცსამსახურების, ადგილობრივი რესურსის და ასე შემდეგ და რაც მთავარია რუსეთის პირდაპირი ჩარევა ტექნოლოგიებით, ფულით და ასე შემდეგ ამ არჩევნების მითვისებაში. ანუ შანსები ჯერ სუფთა პრაგმატულად რო ვთქვათ, არის მინიმალური. მეორე არის მორალური საკითხი. თუ შენ ამბობ, რომ არჩევნები გაგიყალბეს, თუ შენ ამბობ, რომ ეს რეჟიმი არის არალეგიტიმური და უზურპატორი, მაშინ შენ ვის მიყვები არჩევნებში და ვის უპირისპირდები ამ არჩევნებში. მით უმეტეს, როდესაც შენ უარი თქვი საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე და თქვი, რომ მე ამ ხელისუფლებას არ ვცნობ. ანუ პრაქტიკულად შენ თმობ იმ მოთხოვნებს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არის საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში.